ვარ დათაირემაზე 8 წლის. ვსწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ბოქსი, ფეხბურთი და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ბოქსი. ბოქსზე 1 წელი დავდიოდი და მერე გამოვიდი. იმიტომ მასწავლებელი გადავიდა სხვაგან. ჩემი აზრით, მალე ესე შევალ ბოქსს. ბავშვობიდან ვჩხუბობ და ძალიან კარგად გამომდის. ერთხელ 5 წლის რომ ვიყავი, მაგრად ვიჩხუბე ბაღში. ერთმა ბიჭმა დამიწყო ჩხუბი და გამაბრაზა. დაიმსახურა და კარგად გავლახი. მე ვარ ვარსკვლავეთში ბიჭი და შემიძლია გოგოს გამო ვიჩხუბო. ჯერ არ მიჩხუბია და ძალიან მაინტერესებს. ბოქსში რომ დავდიოდი, ძალიან გამომდიოდა მარცხენა ხელით დარტყმა. ერთხელ მქონდა შეჯიბრება და პირველ ადგილზე გავედი. მომწეს მედალი და სიგელი და სახში მაქვს. მე მინდა გავხდე ევროპის ჩემპიონი. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ კარგი მასწავლებლებია, კარგად გვასწავლებენ, კარგი კლასელებია. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია თორნიკე მარკოვიცი. ყველაზე ჭკვიანია ლუკა ლამპარაცი. ყველაზე მშვიდია მაი დუმაძე. ყველაზე ცელქია ალექსანდრე შაინიძე. მე ვარ ყველაზე სიმპათიური, ნიჭიერი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ეთერი დიასამიცი. იმიტომ არ უყვირის, მხიარულია, კარგად გვასწავლის, უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რომ გავიზრდები, მინდა გავხდე ბოქსიორი. თუ ბოქსიორი ვერ გამოვა, მაშინ გავხდები ფეხბურთელი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ახლა სულ თამაშობ. მე ვარ ძალიან კარგი მარჯვენა მცველი. ყველაზე კარგად გამოდის მატაობა. რა თქმა უნდა, მიყვარს გოლების გატანაც. ჩემ კარიერაში განუგატანილი მაქვს 10 კარგი გოლი. ერთი გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მივოდი და ჩემმა მეგობარმა მომცა პასი. შორიდან ძლიერად დავარტყი და გავიტანე ცხრიანში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კრისტიანო რონალდო. საყვარელი გუნდია რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 7 ნომრით. ახლა მინდა ვიყო 17 წლის. იმიტომ დავამთავრე სკოლას და ვიქნები დიდი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია დანიელი. ის არის მხიარული, კეთილი, ჭკვიანი, ნერვების მომშლელი და ცელქი. ნონერს მიშლის როცა გაკვეთილი ვსწავლობ. ახლოს და დამედგება და ხმაურობს. ჩემი არის რომ ჩემი ძმა გაიზრდება, გამოვა მასწავლებელი. ღამმა მიყვარს ჩემსავით სიმპათიური და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, ჭკვიანი, კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გააკეთებული ყველიანი მაკარონი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად შეწავს კარტოფილს. ახლა შეყვარებული ამყობს. ჩემი საწონი გოგო ჯერ არ შემხედრია. ცოლს მოვიყვან ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ ალექსის და ლიზის. ჩემ სოლს დავარქმევ ეკას. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია ჩალი და შოკოლადის ქარხანა. ჯადოსნურის ჯოხი რომ მქონდეს დავარსებდი სკოლას. ამ სკოლაში სწავლობდნენ მხოლოდ ჩემი მეგობრები. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავს ტირჩს. ჩემი საყვარელი ფერია წითელი და არ მიყვარს შავი. ვაგროვებ ჩემ ნახატებს და მინდა მოვაწყო გამოფენა. მინდა ისე კარგად ვხატო, რომ ჩემი ნახატები იყირებოდეს. თითო ნახატი ეღერება 5 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ხარჯავ ჩიფსებში. რომ გავიზრდები, ჩემი ხალხი იქნება 20015 ლარი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დაამიტოვა შეკითხვა, რომელიც სუპერზალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ისტრაფე სუპერზალა. შემდეგ მონაწილეს მოვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის კარგი მეგობრები და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.